სამეგრელოს გულში, სადაც ბუნება და სიჩუმე ერთ დიდ ჰარმონიად ერწყმის ერთმანეთს, ამაყად დგას ხობის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სულიერი და კულტურული საგანძური. ბუნების წიაღში ჩაფლული ეს უძველესი მონასტერი საუკუნეების ისტორიას ატარებს. მისი აგების ზუსტი თარიღი დღემდე საიდუმლოდ რჩება, თუმცა მკვლევართა ნაწილი მას მე-13-მე-14 საუკუნეებით ათარიღებს. ლეგენდები კი გვიყვებიან, რომ მისი მშენებლობა დიდ ქართველ დიდებულ ცოტნე დადიანს უკავშირდება. ერთ-ერთი თქმულების თანახმად ამბობენ, რომ ერთ დღეს ცოტნე დადიანი ხობის წყლის პირას ნადირობდა. გაუვალ ტყეში დაღამებია და ერთ-ერთი გლეხის, კიტიას ოჯახში ღამე გაუთენებია. მეორე დღეს ნადირობისას სწორედ იმ ადგილას მოკლა ტახი, სადაც ძველი ნანგრევები აღმოაჩინა. ეს ადგილი მისთვის ნიშნად იქცა. მან კიტიას დაავალა, ტყის გაკაფვა და სწორედ იქ ააგო მონასტერი, რომელიც დღემდე რწმენისა და ისტორიის სიმბოლოდ გვევლინება. მონასტრის კედლები საუკუნეების სიჩუმეს ინახავს. მისი უნიკალური მხატვრობა კი საქართველოს მდიდარ წარსულზე გვიყვება. ისტორიებს, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა. აქ განისვენებს თავად ცოტნე დადიანი და მისი ოჯახი, რაც ამ ადგილს კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ეს მხოლოდ არქიტექტურული ძეგლი არ არის, ეს არის ადგილი, სადაც სული მშვიდობას პოულობს. რწმენა ძლიერდება და ადამიანის საკუთარ ფესვებს ეხმიანება. თუ გსურთ შეეხოთ ისტორიას, იგრძნოთ სიწმინდე და აღმოაჩინოთ საქართველოს სული, ერთხელ მაინც უნდა მოილოცოთ ხობის მონასტერი.